საკმაოდ რთული წელი იყო 2025 ბევრი ჩვენთაგანისათვის. მახსოვს, როდესაც წლის დასაწყისში პროგნოზი წავიკითხე, იყო ასეთი მოცემულობა, რომ ეს წელი 2025 ამოატივტივებს ყველაფერ ფარულს და ვერც ერთი ადამიანი ვერ გაჩერდება იქ, სადაც ის არ უნდა იყოს. ეს ურთიერთობებს ეხებოდა, სამსახურს ეხებოდა, რაღაცა კონკრეტულ ადგილას ცხოვრობ, თქვათ და გიბიძგებს შეცვლას ამ ადგილისას, გეოგრაფიულს თუ არ ვიცი, უბრალოდ ლოგინის გადაადგილებას, ხო? ერთ სიტყვით ისე მოიწერეთ, აბა, ვისთვის იყო 2025 რთული წელი, მატრანსფორმირებელი, რთული რა კუთხით, იცით, ცვლილებები ყოველთვის სტრესია. აი, სულ რო კარგისკენ იყოს ცვლილება და რაღაცა კარგი მოხდეს, ისიც სტრესია. იმიტომ, რომ გიწევს ამ ახალი მოცემულობის ათვისება და ახალი მოცემულობის ათვისებას ყოველთვის სჭირდება ენერგია, იმიტომ რომ ჩვენში ახალი ნეიროქსელები ფორმირდება ამ ახალ მოცემულობაში საცხოვრებლად. მით უმეტეს, როდესაც ეს დაკავშირებულია თქვათ, შეიცვალე სამსახური, მაგრამ შენინებით არა გამოგიშვას. კი იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ადამიანებს გვახასიათებს ეს ძველზე ჩაჭიდება. ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს ქართულში, შეჩვეული ჭირი შეუჩვეულ ხინსო, გერჩიოსო. არა, არ გერჩიოთ ხალხო. ჭირი, რაც არ უნდა შეჩვეული იყოს, დისკომფორტი და ის არა, ჭირი ყველაზე ღმერთმა გვარიდოს, ის რაც დისკომფორტია, რაც არ მოგწონს, რაც არ გაკმაყოფილებს, რაც არ გაწყობს, არ გაჩერდეთ იმაში, არ დაყონდეთ იმაში, მოიშორეთ რაც შეიძლება მალე. და აი ამ ცვლილებების წელი იყო 2025. ხოლო ვინც 2025-ში ეს ტრანსფორმაცია სრულფასოვნად გაიარა, გაუძლო, გაუძღვა, გადარჩა, 2026-ში გვექნება უკვე აი ამ ტრანსფორმაციის ნაყოფების მოსავალი და მოკრეფა და მიღება ამ ნაყოფის, ხომ? ამ შენი ცხოვრებისეული ცვლილების, თავად შენი ცვლილების, რაც ერთი მეორესთან მნიშვნელოვან კავშირშია. რაღაცეები იცვლება ცხოვრებაში ჩვენც შინაგანად, ფსიქიკურად, ენერგეტიკულად თუ გარეგნულად ვიცვლებით და ეს ბუნებრივი პროცესია. და სწორედ აი ამ ცვლილებების პროცესს, იმისათვის რომ ეს ცვლილებები მაქსიმალურად იოლად მოხდეს, მაქსიმალურად ნაკლებ მტკივნეული იყოს შენთვის და მაქსიმალური კარგი შედეგები დაგიდგეს, სწორედ ამას ემსახურება, აი ამ იოლ ტრანსფორმაციას, ერთია როცა შენით დამოუკიდებლად გაივლი ტრანსფორმაციას და მეორეა, როდესაც ამაში პროფესიონალი გეხმარება და როდესაც პროფესიონალური ასე მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებ ამას. სწორედ ამას ემსახურება ერთწლიანი პროგრამა, რომელიც 2026 წლის 10 იანვარს დაიწყება. ახალი მე. ეს არის პროგრამა, რომელიც შედგება 120 ვიდეოსაგან. 120 ვიდეო. ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში იღებთ 10 ვიდეოს. ყოველ კვირა 2 ვიდეოს და თქვენთვის ხელსაყრელ სასურველ რეჟიმში. თქვენს თავისუფალ დროს ისმენთ, აკეთებთ ტექნიკებს და აი ეს ტრანსფორმაცია, თქვენი გაძლიერება, თქვენი ზრდა ხდება არა სტიქიურად, არა გაუცნობიერებლად, არა თავისით კი, ხო, თავისით ბალახიც იზრდება, მაგრამ ის გაიზრდება, რაც შენ გინდა, თუ მე თავიდან შესაძლებელი გექნება ყველაფერი. აი ეს რო არ მოხდეს, თქვენი შინაგანი მინდორი, რომ ააბიბინოთ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, სწორედ პროფესიული თანხლება არის ამაში ძალიან მნიშვნელოვანი და ის პროფესიული ცოდნა და ტექნიკები, რასაც გიზიარებთ. თუ ჩემმა სიტყვებმა თქვა, პოვა თქვენში გამოძახილი და დაინტერესდით, შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ეს პროგრამა ისეთი ხელმისაწვდომია, ისეთი ფაქტობრივად უფასოა, სასაცილო, მიზერული ფასი ღირს 5.5 ლარი თვეში. თქვენ წარმოიდგინეთ. დაინტერესდით? 5.5 ლარი 10 ვიდეო. ანუ 55 თეთრი გიჯდებათ ერთი ვიდეო. ამაზე უკეთეს შემოთავაზებას ვერ ნახავთ. დაიწყეთ, სცადეთ.
მოსინჯეთ რა არის ეს. იმიტომ რომ მთელი თანამედროვე სამყარო, ყველა პროგრესული თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი მან უკვე იცის რა არის თანამედროვე ფსიქოლოგიური ტექნიკები და კოუჩინგი, როგორ მოქმედებს, როგორ შესანიშნავ შედეგებს გაძლევს. შესაბამისად, დაიწყე შენც. მოგწერე, მიიღე დეტალური ინფორმაცია და შემოგვიერთდი.